ავტოფაგია. ბერძნული სიტყვებიდან auto, თვით და ფეგეინ, ჭამა. სიტყვასიტყვით ნიშნავს საკუთარი თავის ჭამას. ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი, რეგენერაციული პროცესი, რომლის დროსაც უჯრედები ასუფთავებენ საკუთარ თავს დაზიანებული კომპონენტებისგან. მარტივად რომ ვთქვათ, ავტოფაგია არის თქვენი ორგანიზმის ნაგვის გადამუშავების, recycling სისტემა. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს პროცესი და რა სარგებელი მოაქვს მას ჯანმრთელობისთვის. როგორ მუშაობს ავტოფაგია? დროთა განმავლობაში ჩვენს უჯრედებში გროვდება ნარჩენები, დაზიანებული ცილები, მკვდარი ორგანოიდები და ოქსიდირებული ნაწილაკები. თუ ეს ნაგავი არ გასუფთავდა, უჯრედი კარგავს ეფექტურობას და ბერდება. ავტოფაგიის დროს უჯრედი ამოიცნობს დაზიანებულ ნაწილებს. ეს ნაწილები თავსდება სპეციალურ ტომრებში, ავტოფაგოსომებში. ისინი გადაეცემა ლიზოსომებს, სადაც ხდება მათი დაშლა და გადამუშავება. მიღებული მასალა გამოიყენება ახალი, ჯანსაღი უჯრედების მშენებლობისთვის ან ენერგიის წყაროდ. საინტერესო ფაქტი: 2016 წელს იაპონელმა მეცნიერმა იოშინორი ოსუმიმ ავტოფაგიის მექანიზმების აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო მედიცინაში. ავტოფაგიის მთავარი სარგებელი. ავტოფაგიის გააქტიურება პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელობასთან. დაბერების შენელება აშორებს დაზიანებულ უჯრედებს, რაც ანელებს დაბერების პროცესს. ნეიროდეგენერაციული დაავადებების პრევენცია ეხმარება ტვინს ტოქსიკური ცილებისგან გაწმენდაში, რაც ამცირებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების რისკს. იმუნიტეტის გაძლიერება ანადგურებს უჯრედში შეჭრილ ვირუსებსა და ბაქტერიებს. სიმსივნის პრევენცია ამცირებს გენეტიკურ მუტაციებს და ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას, თუმცა უკვე არსებული სიმსივნის დროს პროცესი რთულია და ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს. რა გავააქტიუროთ ავტოფაგია? ავტოფაგია მუდმივად მიმდინარეობს დაბალ დონეზე, მაგრამ მისი პიკური გააქტიურებისთვის საჭიროა გარკვეული სტრესი ორგანიზმისთვის. 1. წყვეტილი შიმშილი, intermittent fasting. ეს ყველაზე ეფექტური გზაა. როდესაც ორგანიზმს არ მიეწოდება საკვები, ის იწყებს შიდა რესურსების გამოყენებას. 16-8 მეთოდი, 16 საათი შიმშილი, 8 საათი კვების ფანჯარა. ავტოფაგია პიკს აღწევს შიმშილობის დაწყებიდან დაახლოებით 24-დან 48 საათის შემდეგ. 2. კეტოგენური დიეტა, keto diet. ნახშირწყლების მკვეთრი შეზღუდვა და ცხიმების ზრდა ორგანიზმს აიძულებს გადავიდეს კეტოზის მდგომარეობაში, რაც შიმშილის ეფექტს იმეორებს და რთავს ავტოფაგიას. 3. ინტენსიური ვარჯიში. ფიზიკური დატვირთვა იწვევს მიკროსკოპულ დაზიანებებს მკვთებში, რაც ორგანიზმს აიძულებს ჩართოს აღდგენითი პროცესები. 4. ხარისხიანი ძილი. ავტოფაგიის პროცესები ტვინში ყველაზე აქტიურად ღრმა ძილის დროს მიმდინარეობს. სიფრთხილე. მიუხედავად იმისა, რომ ავტოფაგია სასარგებლოა, ყველაფერში საჭიროა